ნევროტული ადამიანი საკუთარ თავში საკმაოდ ხშირად თრგუნავს რაიმე სახის შინაგან აღძვრას, რის შედეგადაც ის გამოუნთავისუფლებელი ენერგია გამოვლინდება, ანუ ეც არის ემოციური აფექტებით, ან მტრული განწყობის შექმნით რაიმეს მიმართ, რის დროსაც მტრული განწყობა შესაძლებელია მიმართული იყოს ოჯახის წევრებისაკენ და არა უფროსისაკენ, რომელმაც მას დაუღვირა. მაგალითად, რომ მოვიყვანოთ, ბავშვი, რომელსაც რომელიმე ოჯახის წევრი ჩაგრავს და ამ ბავშვს მის მიმართ აქვს შიში, რომ საპასუხო რეაქცია თუ დაუბრუნა, რაიმე სახით უფრო მეტი ხდება ან გააგდებენ სახლიდან ან სულაც არ აჭმევენ საჭმელს, აგრესიულად იქცევა ან თანატოლებთან, ან სულაც სათამაშოებთან. რადგან მან ბრაზილი სხვა და შიში, რომელთა გამონთავისუფლება რამოდენიმე ხერხით ხდება ორგანიზმიდან, დათრგუნა. ორგანიზმი კი მაინც ითხოვს ამ ენერგიის გამონთავისუფლებას. რაიმე ენერგიის გამონთავისუფლების დათრგუნვა და შეჩერება, რომელსაც ითხოვს იმ წამს ორგანიზმი, აჩენს უმწეობისა და უძლურების განცდას, ან აძლიერებს შინაგანად უკვე არსებული უძლურების შეგრძნებას. რაც მეტად დიდხანსაა რაიმე დათრგუნული ადამიანში, მით მეტად მიდრეკილია იმისაკენ, რომ ეს ყველაფერი გადაეზარდოს ემოციურ აფექტურ გამოვლინებებში, რაც ემსახურება განმუხტვას. ნევროტულ ადამიანს ერთი წამითაც არ აქვს წარმოდგენა, რომ ჩახშობილი ემოციების გამო მას მტრული განწყობა გააჩნია ვინმეს მიმართ, რის გამოც მივდივართ პრობლემის მეორე ასპექტთან, სახელად პროექცია. როგორც დამატებითი ფუნქცია, პროექცია ემსახურება თვითგამართლების საჭიროებას, რის გამოც გამოდის, რომ თვითონ ინდივიდს კი არ სურს ვინმეს მოტყუება, მოპარვა, ექსპლუატაცია და დამცირება, არამედ სხვებს სურთ მისთვის ამ ყველაფრის მიღენება. თუ რაიმე ფაქტორებიდან გამომდინარე ადამიანს არ შესწევს ძალა ვინმეს რაიმე დაუშაოს, ჩახშობილი ენერგია, რომელიც გამონთავისუფლებასაც ორგანიზმი სთხოვს და ამას კიდევ პლუს დაემატა დათრგუნული მტრული განწყობა, ადამიანი მიდრეკილი ხდება შფოთვითი აფექტებისაკენ, ან დღის განმავლობაში რანდომულ მომენტში ეწყება ძლიერი შფოთვა და ვერ ხვდება მიზეზს. თუ საიდან მოდის ეს ყველაფერი? წეღან ხომ კარგად იყო და საფრთხეც მგონი არ საიდან ჩანდა. მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე გართულებული ფაქტორი არის ის, რომ ჩახშობილი მტრული გამოვლინებები პროეცირდება არა იმ ადამიანზე, რომელსაც ეს ეკუთვნის, არამედ სხვა ადამიანზე, რომლებიც ხშირადვე ოჯახის წევრები არიან. რადგან ნევროტიკებში კონკურენცია იღებს დესტრუქციულ ხასიათს, ის აჩენს გარკვეულ ღელვას და შფოთვას, რის შედეგადაც ამას მივყავართ კონკურენციისაგან თავის არიდებისაკენ. მაგრამ ჩნდება კითხვა, რისგან წარმოიქმნება ეს ღელვა? თავისი უმოწყალო დამანგრეველი ამბიციურობის გამო ვიცით, რომ ის მიდრეკილია ამციროს, გაანადგუროს, გაჭყლიტოს ხალხი მაშინაც, როდესაც ისინი მაღწევენ გარკვეულ წარმატებას. რის გამოც მას ეშინია, რომ წარმატებული ადამიანი ეცდება მის დამცირებას, ისევე როგორც ის ამცირებს ახლა მათ. ამის გამო მუდმივ ჩაკეტილ წრეშია და საკუთარი თავის შედარება სხვებთან არსად ქრება. როგორც გავიგეთ, ნევროტიკი მისდევს ორ ურთიერთგაუმრიცხავ მიზანს: აგრესიული მისწრაფება გარკვეული დევიზით, რომ მხოლოდ მე და არავინ სხვა და ამავდროულად განიცდის ზედმეტ მოთხოვნილებას ხალხის სიყვარულისადმი. ამ ყველაფერს ნევროტიკი ებრძვის ორი ხერხით. პირველი არის გამართლება საკუთარი მისწრაფების, დომინირებისა და წყენების, რომლებიც წარმოიქმნება მისივე დაუკმაყოფილებლობიდან და მეორე, თავისი ამბიციურობის დათრგუნვით. ამ დროს ნევროტიკს შეიძლება გაუჩნდეს შიში წარმატების მიმართ, რადგან ეშინია გამოიწვიოს შური სხვებში და დაკარგოს მათი მხრიდან რაიმე სახის პატივისცემა ან სიყვარული, რომელიც სიყვარულიც რეალურად არც არსებობს. ამის კიდევ ერთი დესტრუქციული გამოვლინებაა, როდესაც მუსიკოსი ცდილობს დაუკრას უარესად, თუ ის უკრავს სუსტი მუსიკოსის გვერდზე, ვინაიდან ეშინია დაამციროს მეორე მუსიკოსი თავისი უპირატესობით. ეს იყო ნევროტიკის მოკლე მიმოხილვა, ნაწილი მე მგონი მეოთხე. დაწერე კომენტარებში, რაიმე ხომ არ შეამჩნია საკუთარ თავში ამ ვიდეოს ყურებისას და თუ კი რა ხერხებით ცდილობ მის გამოსწორებას. თუ გიშლის საერთოდ.